2010 წლის 21 მაისს შვედურმა power metal band-მა Sabaton-მა ალბომი Coat of Arms ჩაწერა. კომპოზიცია White Death ალბათ ამ სტილის მუსიკის ყველა მოყვარულმა იცის. თუმცა ბევრმა ალბათ არც იცის რომელ თეთრ სიკვდილზეა საუბარი. Oli შორიდან დავიწყოთ. სადღაც კარელიაში, სოფელ რუტიარნიში, ამჟამად რუსეთის საზღვართან ახლოს, 1905 წლის 17 დეკემბერს მონადირე იუხო ხაიხას მრავალშვილიან ოჯახს კიდე ერთი ვაჟი შეეძინა. ალბათ მამამ თოფიცის როლა. არ ვიცი ზუსტად ფინეთში არის თუ არა ეს წესი, მაგრამ თოფი მაინც დაიმახსოვრეთ. ჩვენ ისტორიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ბავშვს სიმო დაარქვეს. ჩვეულებრივად იზრდებოდა სკოლაშიც, შევიდა, სწავლობდა, თან მუშაობდა მიწაზე, ეხმარებოდა უფროს ძმებს. 8 იყვნენ ოჯახში. მონადირე მამა ასწავლიდა მიზანში სროლას და ნიჭი გამოყო შოთაშორის. მაგრამ მის რეალიზაციას მხოლოდ ნადირობის დროს ახდენდა. მოკლედ დიდი არაფერი. თვითში რით უნდა ყოფილიყო გამორჩეული 1 მეტრი და 52 სანტიმეტრის სიმაღლის უბრალო ფინელი ყმაწვილი. მაგრამ 1939 წელს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა პატარა ფინეთს. ფინელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ოკუპანტებს არ დანებდებოდა. სიმო ხაიხა სხვა რეზერვისტებთან ერთად ფრონტზე წავიდა. 3 თვე იმსახურა, მძიმე დაიჭრა სახეში და ფინეთის დამარცხებას შეხვდა ჰოსპიტალში. ომის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ფერმერობას, ნადირობას, მოკლედ იმას, რასაც უბრალო ფინელი გლეხის, ასე ვთქვათ, ბანალური ცხოვრება ქვია. და ეხლა ვთქვათ, რა შუაშია ბოლო-ბოლო Sabatonis კომპოზიცია White Death ალბომიდან Coat of Arms. აი რა შუაშია. 3 თვის განმავლობაში უბრალო ფინელმა გლეხმა სიმო ხაიხამ წითელი არმიის 705 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. აქედან 542 მოკლა ჩვეულებრივი მოსინის შაშხანით, ოპტიკის გარეშე. დანარჩენები პისტოლეტ ტყვეამფრთოების გამოყენებით. როგორ მიაღწია ამას? ის საათობით იწვა თოვლში, თეთრი კამუფლაჟით და ნიღბით. ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს. ყინულისგან იშენებდა სამალავებს და პირიდან ამოსული ორთქლი რო არ შეემჩნიათ, მუდმივად ღეჭავდა თოვლს. მუშაობდა ოპტიკის გარეშე. იმიტომ რომ თვლიდა, რომ ოპტიკის ანარეკლი შეიძლება მტერმა შეამჩნიოს. ეს კი არ შეიძლება. სიმო ხაიხა 2002 წლის 1 აპრილს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე მას ჟურნალისტი ესტუმრა და კითხა: ბატონო სიმო, გრძნობ თუ არა სინდისის ქეჯნას? მე ფინელი ვარ. ჩემს ქვეყანას მტერი დაესხა. მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და ვცდილობდი ეს რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა. ეს ისტორია უბრალო ფინელი გლეხისა, რომელსაც რუსებმა თეთრი სიკვდილი შეარქვეს.